ჩვენს წინასწარმეტყველთან განვიხილავდით სამ ვარიანტს: საქართველოს პოლიტიკა, უკრაინული პოლიტიკა ან პედაგოგიური საქმიანობა. თქვენ რა პერსპექტივას ხედავთ დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ სააკაშვილისთვის? სანამ პერსპექტივაზე ვიტყოდე, მე მინდოდა ესეთი შეფასება გამეკეთებინა რა მოხდა უკრაინაში და რა მოხდა სააკაშვილთან დაკავშირებით. ჩემი აზრით აქ განვითარდა კრიზისული მოვლენები და სააკაშვილი მისთვის სამწუხაროდ და მართალი გითხრათ მეც გარკვეულწილად ესე იგი გულშემატკივრობ როგორც ქართველს, მას სრული ფიასკო განიცადა მან თავის პოლიტიკურ მოღვაწეობაში უკრაინაში. მე არ მგონია რომ სააკაშვილს აქვს შანსი უკრაინაში ჩამოაყალიბოს სრულფასოვანი პოლიტიკური პარტია, როგორც არ უნდა თქვათ, ის არ არის უკრაინელი, ნამდვილი უკრაინელი, კი ამბობს რომ უკრაინელია, მაგრამ არ არის ნამდვილი უკრაინელი, მას არ აქვს უკრაინული ძირები და მას ეს გადამწყვეტი ფაქტორია თქვენი აზრით? ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. წარმოიდგინეთ, ეხლა აქ ძალიან ბევრი რესურსის მქონე უკრაინის მოქალაქე, რომელსაც უნდოდა პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება, იმიტაციაც კი ვერ შექმნა პოლიტიკური პარტიის. არ მგონია რომ უკრაინაში ნაკლებად იყოს განვითარებული ეს ეროვნული, ასე ვთქვათ, თვით შეგნების და თვით პატივისცემის განცდა. და იქ არის ეს მთელი რიგი ტენდენციები, რომ ესე იგი მაინდა-მაინც არ მოსწონთ, რომ კი მეგობრული ქვეყნიდან, მეგობრული ხალხიდან წამოსული, მაგრამ მაინც სხვა ქვეყნის მოქალაქეები, სხვა ქვეყნის სხვა წარმოშობის, ასე ვთქვათ, მოქალაქეები ქმნიან პარტიას, რომელიც უპირისპირდება არსებულ ხელისუფლებას. ესე რომ მე ვფიქრობ, რომ არც ფინანსური, არც პოლიტიკური, არც ძალოვნური რესურსი და არ გააჩნია სააკაშვილს იმისთვის, რომ მან შექმნა სრულყოფილი ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობა, პოლიტიკური პარტია, ესე რომ ანალოგია საქართველოსთან, რომელიც გადადგა, ის შევარდნაძესთან იყო წამოვიდა, აქ სხვა სიტუაცია იყო, ის იყო ქართველი, ის იყო საქართველოში და მას ჰქონდა ამის რესურსი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომ ის იყო ქართველი. რადგან მან შეძლო ესეთი ამ ასეთ შემთხვევაში ბატონ ზურაბ, ანუ მოსალოდნელი რა არის მაშინ, რომ სააკაშვილმა რაღაც მინიმუმისთვის იბრძოლოს უკრაინაში, თუ მისი ინტერესი კიდევ უფრო გაძლიერდეს ქართული პოლიტიკის მიმართ? იცით რა, რაც არ უნდა გაძლიერდეს, მისი ინტერესი არც არასოდეს შენელებულა ქართული პოლიტიკის მიმართ, მაგრამ იმ ფონზე რაც მიდის დღეს ნაციონალურ მოძრაობაში, რანაირი პროცესებიც მიდის, დღეს მე წავიკითხე ძალიან ბევრი Facebook გამოთქმები თუ არა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების და ვფიქრობ, რომ სახეზეა უსერიოზულესი კრიზისი ამ პოლიტიკურ ძალაში. ეს კრიზისი როგორ გადაწყდება, კაცმა არ იცის. ყოველ შემთხვევაში ძალიან სერიოზული ძალები არიან იმის საწინდარი, რომ ეს მოძრაობა გაიხლიჩება სულ ცოტა ორ ნაწილად. ესე რომ სააკაშვილის ადგილი შეიძლება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ დარჩეს. მით უმეტეს ის საქართველოში ვერ ჩამოვა, იმიტომ რომ ის არის ძებნილი საქართველოში, მას მიჟილია გარკვეული ესე იგი წლები, ასე რომ თუ ჩამოვა საქართველოში, მას დააპატიმრებენ, ძალიან კარგად იცის მან. მეორე ვარიანტი რომ ის ესე იგი უკრაინაში მინიმალისტური ძალით ესე იგი ჩაერთვება, ხოგენები ესეც ძალიან ისეთი ეფემერული წარმოდგენა აი უკრაინულ მოვლენებზე და უკრაინულ სიტუაციაზე. და მესამე, რაც შეეხება ის დაუბრუნდება პედაგოგი, მე არ მახსოვს რომ სააკაშვილი პედაგოგად ოდესმესადმე პედაგოგურ მოღვაწეობას ეწეოდა, მაგრამ სხვადასხვა ეს მესამე გზა მე მიმაჩნია რომ მისთვის არის ძალიან უპრიანი და ალბათ ესე იგი მოახერხებს იმას, რომ ან შეერთებულ შტატებში ან დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში ის რომელიღაც უნივერსიტეტში წაიკითხავს ლექციებს და მისი გამოცდილების შესახებ, რომელიც მან საქართველოში დააგროვა. ეს იქნება შეიძლება ვიღაცისთვის საინტერესო. ეს თქვენ ამ ყველაფერს განიხილავთ როგორც მისი კარიერის დასასრულს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც? მე ვფიქრობ, რომ მისი კარიერა როგორც პოლიტიკური ლიდერის თლათ დასრულებული არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქეთკენ მიდის საქმე.
კი ბატონო, ახლა ქართულ ოცნებაზე მინდა გკითხოთ, ბევრჯერ მოგისმენიათ ამ დღეების განმავლობაში და აი რისკებთან დაკავშირებით ამ ეთერშიც ახლა დღესაც ითქვა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა თავის თავში გარკვეულ რისკებსაც გულისხმობს უპირატესობებთან ერთად. თქვენ გაიზიარებდით აი ამ სკეპტიკურ დამოკიდებულებებს და შიშს საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით? მე მართალი გითხრათ, ვერ ხედავ ამ შიშის საფუძველს, რატომ ვერ ხედავ? იმიტომ რომ იმიტომ ვერ ხედავ, რომ ქართულ ოცნებაში მოხდა ძალიან სერიოზული ცვლილებები. ჩვენ თუ დააკვირდით საპარლამენტო თანამდებობები დაიკავეს სრულიად ახალმა სახეებმა. და ეს არიან ახალგაზრდები, რამოდენიმეჯერ მომიწია მათზე ლაპარაკი. ეს არიან ახალი სახეები და არა მარტო ახალი სახეები არიან, ახალი სახეები გულისხმობს თავის ქვეშ შეიძლება ბევრი რამე გულისხმობს, მაგრამ ეს არის კვალიფიცირებული ადამიანები, კარგი განათლებით, ძალიან ნათელი განცდით იმისი რა უნდათ და არა მარტო რა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მე მგონი ამათიც და მომავალი მთავრობისაც ყოველ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის ნამდვილად ეს არის ცოდნა იმისი როგორ მიაღწიონ იმას რაც უნდა. შეიძლება რაღაც შეცდომა დაუშვან, შეიძლება რაღაცა მიმართულებით არასწორი გზა აირჩიონ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ აქვთ ნათელი გეგმა როგორ მიაღწიონ. ეს ამ კითხვაზე პასუხი როგორ არა მე მაგალითად არ მახსოვს რომ ვიღაცას წინა საარჩევნოდ ყოველ შემთხვევაში გაცნობიერებული ქონდა და ბევრს ლაპარაკობენ რომ არ არის პროგრამა, სად არის ისინი ერთი თვით ადრე გამოაგდეს რაღაცა პროგრამა და ეს არ არის კარგი. ეხლა პროგრამაც არის და არა მარტო პროგრამა, არამედ ესე იგი ძალიან კონკრეტული, ძალიან ნათელი, ყოველ შემთხვევაში სტრუქტურიზებული გზა, როგორ უნდა მიაღწიონ იმ მიზნებს, რომელიც მათ დასახული აქვს და მიზნები და პროგრამა არ არის ცუდი, ის არის ძალიან პროფესიონალური, ძალიან ტექნოკრატიული, ძალიან როგორ გითხრათ, ძალიან პროგრესული და ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს მთელი მოსახლეობა ამას ძალიან მალე გაითავისებს და ძალიან მალე დავინახავთ, რომ ეს არის რეალისტური. რეალისტური რომ არის, ეს ამას გააცნობიერებს მოსახლეობა და გაიგებს იმ პატარა გაჭირვებებს, პატარა დაუშვათ უხერხულობებს, რომელიც პირველ წელს შეიძლება ბევრი რეფორმის გატარების დროს წარმოიშვა. აი თუ კი პირობითად დავყოფთ ასე ხომ ახლებს და ძველებს აი ამ ქართული ოცნების გუნდის შიგნით ეს რაღაც შიდა კონკურენციის მექანიზმი ჩაირ თუ აქ თქვენი აზრით? არა მგონია, ჩემო კარგო, იმიტომ რომ აქ ცოტა სხვა სიტუაციაა. პირველად როცა პარლამენტი ყალიბდებოდა, ბიძინა ივანიშვილი იყო ამ მოძრაობის გახსოვთ თქვენ ესე იგი ხელმძღვანელი, ის იყო დამფუძნებელი ამ პარტიის და ის არჩევდა ადამიანებს, ის რაღაც გარკვეულწილად კადრების სამართლოს უფროსი იყო, ესე რომ და ის ცოტა ნაკლებად იცნობდა ამ ხალხს, პირადად ნაკლებად იცნობდა აი მათი ბექგრაუნდიც, ესე იგი ზედაპირული წარმოდგენა ქონდა, მე ვიტყოდი, რადგან ის აღიარებდა, ბევრჯერ აღიარა ესეთი რამე და ბევრი ადამიანები პარლამენტში მოხვდნენ, ცუდები კი არა, არამედ ესე იგი შეიძლება არასაკმაოდ კვალიფიცირებული არასაკმაოდ მომზადებულები. ეს ჩანდა პარლამენტის მუშაობის პერიოდში, მე ყველა ხედავდით ამას. დღესდღეობით ასეთი რამე არა გაცილებით ნაკლები. მე არ ვიტყვი რომ თლად განთავისუფლდა პარლამენტი დაუშვათ იმ ადამიანებისგან, ვინც ესე იგი ნაკლებად შეიძლებოდა უფრო მეტი ადამიანების შეცვლა. განსაკუთრებით ეს მაინც ალბათ მაჟორიტარებს ეხებათ. და დანარჩენი პარლამენტში მოხდნენ ხო გეუბნები პარლამენტი შეიცვალა თვისობრივად ახალი, თვისობრივად პროფესიონალური, თვისობრივად უფრო განათლებული და უფრო კვალიფიცირებული პარლამენტი. აი ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც თქვენ აღწერეთ, თქვათ, რა შეიძლება იყოს სააკაშვილის უახლოესი პოლიტიკური პერსპექტივა, როგორ არის ჩამოყალიბებული ქართულ პოლიტიკაში და რა ადგილი უჭირავს ამ წუთას ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილის როლს აი ამ ახალ პოლიტიკურ რეალობაში როგორ ხედავთ? ის ეცდება რომ მეტად ჩამოცილდეს ქართულ პოლიტიკას თუ იმავე როლში დარჩება როგორიც აქამდე ქონდა? მე არ ვიცი ესე იგი თქვენ როგორ წარმოდგენა გაქვთ ბიძინა ივანიშვილის როლზე აქამდე.
მე ყოველ შემთხვევაში ვხედავ, რომ ის გარკვეული პროცესი ისე მიდიოდა, რომ ნელ-ნელა ის იყო პრემიერ-მინისტრი, ის იყო პირველი ადამიანი, ის იყო შემოქმედი მთელი ამ პროცესის, რასაც ქვია სააკაშვილის რეჟიმის, ასე ვთქვათ, გაშვება, უსისხლოდ გაშვება, ცივილიზებულად გაშვება. შემდეგ ის მეტნაკლებად ჩამოცილდა პოლიტიკას, ოფიციალურად ჩამოცილდა, თუმცა მე სულაც არ უარყოფ იმას, რომ მას ჰქონდა, ესე იგი, როგორც თვითონ ამბობს, რჩევები, ის ესე იგი რაღაც გარკვეულ ინტერაქციაში შედიოდა მთავრობასთან, პარლამენტთანაც, ყველასთან ვინც იყო და ბუნებრივია ესე იგი მისი მოყვანილი ხალხი იყო. და მომრჩეველთანაც წინასაარჩევნოთ, რასაც ხედავდი. წინასაარჩევნო ძალიან აქტიურად იყო ჩართული, უფრო მეტსაც ვიტყვი, მას ჰქონდა თავისი წინასაარჩევნო, ასე ვთქვათ, მთელი კამპანია და ეს კამპანია ძალიან ეფექტურად, ამას ვერავინ არ უარყოფს, ძალიან ეფექტურად ჩაატარა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს აქტიური როლი პოლიტიკაში, იმიტომ რომ ეს არააქტიური როლი მისი წარმოუდგენელია. აქტიური როლი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ერეოდეს მართვაში, ის ერეოდეს გადაწყვეტილებების მიღებაში. შეიძლება მართლაც რატომ არ შეიძლება ადამიანს დაუჯეროთ ის რომ ესე იგი ის აძლევს ვიღაცებს რჩევებს, როცა მას ეკითხებიან. და ის რომ ესე იგი ის იღებს ყველა გადაწყვეტილებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას, აი დამიჯერეთ მე ესე იგი ცოტა თუ მეტად ვიცნობ ამ სამზარეულოს და ვიცი რომ ძალიან ხშირად ესე იგი ყოველ შემთხვევაში მე არ მინახია რომ ბიძინა ივანიშვილი ჩარეული იყოს რომელიღაც გადაწყვეტილებების გამოტანაში, საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გამოტანაშიც კი. არის იქ ესე იგი შეიძლება რაღაცა კითხონ ბიძინა ივანიშვილს, მოისმინონ მისი აზრი და მისი აზრის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც კი მიიღონ. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. და კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხოთ ბატონ ზურაბ, ბოლოს ეს ეხება ოპოზიციას და განწყობებს, რომელიც დღეს საზოგადოებაში არსებობს. ეს განწყობები რა შანსს უტოვებს ახლა წარმოდგენილ პარტიებს ქართულ პოლიტიკაში, ან რა შესაძლებლობებს უჩენს სამომავლოდ თუ კი ვინმე მოისურვებს ამ ველზე შესვლას. მე სამწუხაროდ არ ვიცნობ ახლა შექმნილ პარტიას, რომელიც ესე მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში სახელი მაინც გვეწოდინება, ან საზოგადოების გარკვეულ მნიშვნელოვან ნაწილს ეწოდინება ეს სახელი. იყო ესეთი პარტია, რომელიც ესე იგი აინთო ერთი პერიოდი, მაგრამ ძალიან ჩქარა ჩაქრა. მე ვერ ვხედავ მაგალითად დღესდღეობით ძალიან პატარა შანსია რომ თქვათ სერიოზული პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს უახლოეს პერიოდში. მე არ გამოვრიცხავ რომ იგივე უსუფაშვილმა, იგივე ადამიანები რომელიც რომელმაც დატოვეს პარტიის ლიდერშიპი, ესე იგი მათ განახორციელონ ცდელობა რაღაც პოლიტიკური ძალის შექმნის. არ არის ეს გამორიცხული, მაგრამ მათ საკმაოდ ბევრი, ასე ვთქვათ, მუშაობა და არა მარტო მუშაობა, მათ ძალიან სერიოზული რესურსების მოზიდვა და მობილიზება დაჭირდებათ იმისთვის, რომ ესე იგი შექმნან კმედითი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს თუნდაც ნაციონალურ მოძრაობას და დაიკავოს მისი ადგილი. აი, რაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი? რესურსები ახსენეთ და ეჭვი მაქვს აქ მხოლოდ ფინანსურ რესურსებს არ გულისხმობთ, ასევე სათქმელი რა შეიძლება დღეს ამ ველზე შესულმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ შეიძლება უთხრას ამ მომრჩეველს, ისეთი, რომლითაც მოახერხებს მის მოხიბლას. იცი და ძალიან საინტერესოა, ასე ვთქვათ, პროცესთან გვაქვს საქმე. კი, ფინანსური რესურსები არა, ფინანსური რესურსების მეორე პლანზე გადაგდება არ შეიძლება. ფინანსური რესურსები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ამას ალბათ ყველა პოლიტიკოსმა კარგად იცის, რა თქმა უნდა, და განსაკუთრებული მნიშვნელობა და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. მეორე რაც თავარია არის ის, რომ ჩვენი ამორჩეველი გახდა უფრო კვალიფიციური, გახდა უფრო ცივილიზებული, გახდა უფრო მომთხოვნი და ის უკვე არჩევს იმას როგორ ელაპარაკება პოლიტიკოსი, რას პირდება და ამ დაპირების სტრუქტურა მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ მან დაინახა, რომ ადამიანი არა მარტო რაღაც იდეებს აფრქვევს და ესეთი იდეები ბევრს აქვს და ჩვენ უამრავი მოგვისმენია. არამედ რამდენად სიმართლესთან ახლოა ეს იდეა და როგორ ფიქრობს ის ამ იდეების განხორციელებას. თუ ადამიანმა დაინახა, რომ პოლიტიკური ძალა ან პოლიტიკოსი რეალისტურად უდგება საქმეს, პროფესიონალურად უდგება საქმეს და მას აქვს ამ იდეის განხორციელების რეალისტური ნათელი გზა, ნათელი გზა თუნდაც გამომივიდა, მაგრამ ხო, ყოველ შემთხვევაში ეს ნათლად წარმოუდგენია ამ გზის გავლა. გასცეს პასუხი იმ შეკითხვას, რომელიც დასვით, როგორ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა. როგორ უნდა განახორციელოს ეს იდეა, ამ შემთხვევაში ამორჩეველი მზად არის დაურჭიროს ესეთ პოლიტიკურ ძალას მხარი.
ძალიან კარგი მომენტია ეს, რომ ასე იგი ჩვენი ამორჩეველი გახდა უფრო კვალიფიციური და უფრო მომთხოვნი პოლიტიკოსების მიმართ. მე ვფიქრობ, ესე იგი გარკვეული დრო არის საჭირო. ეხლა ერთი პერიოდი საკმაოდ ეხლა მეტნაკლებად ფარდობითია ესე იგი ამის განცდა, დროის განცდა, მაგრამ რაღაც გარკვეული პერიოდი მე მგონი სიახლეებს არ უნდა ველოდეთ პოლიტიკურ ველზე, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვან სიახლეებს. გასაგებია, დიდი მადლობა. ეხლა არის დრო იმისი, რომ განხორციელდეს ის რეფორმები, რომელიც ჩაფიქრებულია დღევანდელ მთავრობას და ხელისუფლებას და ამისთვის მას ეს საკონსტიტუციო უმრავლესობით დავიწყეთ ლაპარაკი. საკონსტიტუციო უმრავლესობა ამისთვის ესე იგი იქნება უპრიანი და ის არავითარ შემთხვევაში არ მოიცავს საჭიროებას იმის, რომ რაღაცის უზურპაცია მოხდება. გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის. ზურაბ ბიგვავა, ფსიქოლოგი, სოციოლოგი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და სწორედ ოპოზიციის წარმომადგენელს მანანა ნაჭრებიას მოусმენთ. საღამოს ეთერის სპონსორია შეპესეს სტარ გრუპ ფოსტა. თქვენი არჩევანი, ჩვენი ფასები.